იღუმენი ნიკონი, სინანული. გილოცავ დამდეგ დღესასწაულებს და ახალ წელს. უფალმან შეგინდოს ყველა წარსული ცოდვა და მომავალში სინანულის სიმდაბლის უბრალოების გზაზე, მოკლედ ცხონების სწორ გზაზე დაგადგინოს. რაც შეეხება მამა სერგის სავარაუდო წინადადებას, ჯერ ერთი, იგი ან იქნება, ან არა. მეორეც, სრულიადაც არ არის სავალდებულო, რომ თუ ვინმე მორჩილება მოგცა, აუცილებლად უნდა მიიღო. ეს საქმე დამოკიდებულია ჩვენს ძალებზე, შესაძლებლობებზე, იმაზე, აქვს თუ არა კაცს, ან ზრახული, ემსახუროს ღმერთს ამ თანამდებობაზე. ამიტომ ყველაფერი შენ თვითონ აწონ-დაწონე და გადაწყვეტე. თავარია, ეს ღვთის სადიდებლად გააკეთო და არა რაიმე ხორციელი ანგარიშის, მაგალითად, ანგარების ან ცუდმედიდობის გამო. ეს ეშმაკის სამსახური იქნება და არა ღმრთისა. შენი ვალია, შენი დიშვილი, უკვე დასრულია და ძალდატანებით მას ვერაფერს გააკეთებინებ. სიტყვით დაარწმუნე სიკეთეში, ხოლო უფრო მეტად შენი თავიც, ისიც და მთელი ჩვენი ცხოვრებაც ქრისტესა ღმერთსა შეევედრე, როგორც ყოველ დღე გესმის ტაძარში. თვალყური ადევნე საკუთარ თავში ცუდმედიდობის გამოვლინებას და გველივით გაუსრისე თავი ლოცვით და შენი ცოდვების გახსენებით. ვის უნდა მიმართო მამა მელეტის გარდაცვალების შემდეგ? არ ვიცი, ფიქრობ ნებისმიერ მღვდელს, თავარი, ცოდვები ჩამოთვალე, დაძრლებით ნურაფერს იტყვი და ეგ იქნება. კაცთაგან სულიერი ხელმძღვანელობის ძიება კი დღეს არ ღირს. მათგან ზიანს უფრო მიიღებ ვიდრე სარგებლობას. არსენი გაეკეცი ადამიანებს და ცხონდები. სულიერი წიგნები უნდა იკითხო, თავი არ უნდა იმართლო ცოდვებისათვის. რამდენადაც ძალგიც ებრძოლო მათ. შეინანო, არავინ განიკითხო, ყველასადმი მოწყალე იყო. ყველასთან მშვიდობა კონდეს და უფრო ხშირად შეღაღადო უფალს, ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას. ესაა და ეს, უფალმან დაგიცვას, კურთხევა ღვთისა იყოს თქვენზე და მარადის. 1956 წლის 24 დეკემბერი.